ცოცხალი გააქვს? ის კილომეტრი. რამ შეგაიგაცა მილიციონერი ხომ არა ხიზილა არა გაქშავ ლოკო მაქვს კინძმარში გაიკვირვე თორე პირველად ყიდულობ შენ მოუსი აქედან თორე შეაყოლე კარგი უკაცრავ თევზი გინდა თუ ხიზილა და არც გადროა ვერ მეტყვია მეცა სულიზროა ეკა ქალბატონოთა რა ბაზარია შვენიერი რა ფერები მონგოს აღშერჩა ფერი და ხორცი ვაიმე წყარო შენ არ იცი რომ წყარო ხარ რატომ წყარო მე მინდა ვადღეგრძელო ქართელი ქალი როგორც ყველა დიადი გრძნობების წყარო მე რეთქენ ბატონ დიდინას ამ სადღეგრძელოს არ ეთანხმები ხო და მითხარი ერთი რატო უნდა დადიოდეს ეს წყარო ბაზარში და ტრაქავდეს ამ სიმძიმე ჩამდებს როცა არსებობენ ისეთი მუტრუკები როგორც შენი ქმარი უი რას გძანებ არა ვახტანგს ეს არ ეხება ვახტანგის ვაკაცია წარაკრაკდი ახლა სახლში წყარო ეკა რას გავს ეს ამ ტუზი ამ შუა ბაზარში როცა იცი ამდენი საქმე აქვს რა უნდა მოასწრო რამდენჯერ გითხარი ყვავილები არ დამარახო მეთქი შენი ვახტანგიც კაი ჯაჯღანა გამختاره არ ვიცი რა ემართება ბოლო დროს ყვავილები შეიძულა რა შეიძულა ყვავილები კაი ახლა ეკა რა დროს ყვავილებია ერთი შეეკითხე რამდენად ყიდის ეს აყუდებული ვაშკაცი ერთ კონა ოხრაყურს კონაცია არ მოგწონს ქალბატონოთა რა მინდა კითხო თქვენ როგორ ბაინე ჩემო ეკა ახლა წავალ თუ რომ დამრჩა მშიერი ჩემი ზოოპარკი ფიდობით მენაცა ნახავ ეკა, სადა ხარ აქამდე? სტუმრები უკვე სეიფში არიან. ვინ არიან? ფრანგი ტურისტები. ვაიმე, ძევასა. ამხანაგო რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ დროს. თბილისის დროით 7 საათი და 45 წუთია. განვაგრძობთ კონცერტს. ვახტანგ. ო, გესმის რას უკრავი. თუმცა შენ საიდან გეცოდინება ღმერთო ჩემო. 20 წლის წინამდელ ამბავს გაგონი. სოფელში ვიყავი იმ ზაფხულს, ბებიას ხბორომ ჩაუვარდა ჭარში, გახსოვს?
გახსოვ? ო, ამას უკრავდნენ, სწორედ როდესაც შენი წერილი მივიღე. აბა თუ გახსოვს რომელი? არ მახსოვს. გინდა მთელი წერილი ზეპირად გითხრა, გინდა? მინდა. ურაუტანელია თბილისი უშენი. ორი გამოცდა დამჭი. სულ ვერ უმაცადინო. დიასახლისი ამბობს, ამინდის ბრალია, არც კი ვიცი რა ამინდია, მგონი ცხელ. რომ ვიცოდე შენიანები შეეგუებიან ჩემს უდიპლომობას, მივატოვებ ყველაფერს და ჩამოვალ შენ. მივატოვებ ყველაფერს და ჩამოვალ შენთან. როგორ უხერხულიც არ უნდა იყოს ეს შენი სოფლელების თვალში. თორემ ბებია შენის ჭაში ჩავარდნილი ბოჩოვასიც კიფშობს, რომ მოიყვანეს დიდხანს ვეფერეო, ასე არ მწერდი. შენი კიდევ ერთი ახალი პორტრეტი დავხატე. სულიანი კაპით. ცუდი არ უნდა იყოს. პორტრეტის კვალობაზე რა თქმა უნდა, თორემ შენთან შედარებით საშინელებაა. იმ ვარდის ფერატმებს მოვიგონებ ყველა. იმგვარად ვემდე. იმგვარად ვემდე. რა ხრობა ეს? დილამშვიდობის სამხანაგებო. ბარჯის ვიწყებთ ადგილზე სიარული. გაიმართეთ, თავი მაღლა, ადგილზე ნაბიჯით. იარ. 1 2 3 1 2 ხომარით მესამე მიკრორაიონი, მეხუთე კვარტალი, მე-9 კორპუსი სად არის? მე-9 ანეს უნდა იყოს. ანეს ზუსტად ვერ გეტყვით. ნუ ღელა, შემოსვლას არ ვაპირებ. საჭმელი მოგიტანე. შენ ალბათ ნაწყენი ხარ. არ ვიცი, ეთყობა რაღაც ხდება ჩვენ თავს ვახტა. შენ ასეთი არასოდეს არ ყოფილხარ. გადავიღალე ალბათ. შენ საყვარელ საქმეს აკეთებ და რატომ უნდა იყო ასე გაღიზიანებული? იქნებ დადგა შემოდგომა ჩვენ ცხოვრებაში. იქნებ გათახდა რაღაც. ნოსულელო. კარგი ახლა ვიყოფ. ნუ არ მომასთან. ხანია ველოდები ამ კარების გაღებას. როგორ გონი არ მაინტერესებს რა გააკეთე ამ ხნის განმავლობაში. ცოტა კიდევ უნდა მაცონა. ზურიკო რომ ჩემო დედაშვილს ერთად გაჩვენებთ ყველაფერს. როდემდე უნდა იყო აქ ასე მარტო? ვიღაცის სახელოსნოში შეხიზნო. მე მარტო არ ვარ. შემოდი ოღონდ არ აღავდე. ეს ყველაფერი დროებითია და ჩემთვის სერიოზული არა. შემოდი. შედი. თუძმათან ერთად სწავლობდით, ბიჭო, არ გწვენია ეს 50 სურათიც მიიღე, მეთქი უთხარი, მაგრამ არ ქნა, ბიჭო. ო, ქალბატონო, მობრძანდით. პორმარებზე დაგვეცინეთ, ბატონო, ვახტა გაკეთ მოიყვანეთ. მობრძანდით, აგერ დავბრძანდით ქალბატონო, აგერა ჩვენთან.
მეგობრებო, მე მინდა ვათღეგრძელო ჩვენი ოჯახების მფარველი ანგელოზები, ეს ხაპრულად გაფურჩქმდილი ყვავილები. ნება მიბოძეთ მოგილოცოთ, ქალბატონო ეკა. დღეს სამხატვრო საბჭომ ერთხმად მიიღო ჩვენი ყვავილების ყველა ასლი. რასაც აქ ხედავთ, რაც აქ არის მეგობრებო გამოფენილი, ორი ამდენი წაღებულია უკვე. ხვალზე ყველა ჩვენგანი და უპირველეს ყოვლისა ვახტანგი, როგორც ყვავილების სტახანოველი, წელგამართული შეხვდება ცხოვრების ყოველნაირ ვარიანტს. იცოცხლეთ? გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ მიხაკებს და შიგადაშიგ გლიცინებსაც. მე ეს ყვავილები გენაცვლე. ცოლსვილს მირჩევნი. ცოლსვილი მხოლოდ ხარჯია. ყვავილები კი შემოსავალი. ეგი პირიქით. ყვავილები აქ ბატონო ამოსული. გაზაფხულის მოსვლას სიკვდილით თოლადები ხოლმე. და ქალბატონო ეკა. ოიც. ბატონებო და ქალბატონო ეკა. ჩვენ ვართ მხატვრები, რომლებსაც დროზე გვეყვეთ ჭკუაც და სინთეზიც, რომ სოფლიო შედევრების შემხედვარებს აღარაფერი გვეთხიბნა. ასე არა ბიჭო? მორჩით ახლა ხლაბუც. ჩვენ კეთილშობილი და უწყინარი ყვავილების ხარჯზე უპრეტენზიოდ ვარჩენთ ჩვენ ცოლშვილს. ბიჭები ხუმრობენ, აკა არ იცი ამათი აბა. რა ეწყი? ეხლა ვემოვალ. რატომ აჩქარდი? მაგვიანდა. ისე გაგვიანდება, რომ დამშვიდობებას დაგავიწყდა? მე ეხლა როგორც მასპინძელმა შეურაცხყოფილად არ უნდა ვიკრძნო თავი. ბოდიში მომხადესხებ. ამოდი და გითხარე მაინც. რას გერჩი ბატონო? შენ ნილას გერჩი სამსო. აჰა, გასაგებია. მე არ ვდებ თავს კარგ მხატვრობაზე. მე კარგი კაცობის პრეტენზია მაქვს. ამისათვის ფულიც მჭირდება ხანდახან. ამიტომ ყვავილებს კი არა, თუ გინდა სულ სარეველა ბალახებს ვხატავ და ვხატავ. ამას მე ჩემ თავზე ვამბობ. ვახტანგს ეს არ ეხება. მერე? რა, მერე? ვის ამტყუნებ ამაში? ვის ამტყუნებ? მაინც ვაპირებდი შეთან ლაპარაკს და მოდი და გეტყვი ყველაფერს. გისმენ სამსო? ვახტანგი ყოველთვის ასეთი იყო? როგორი? აი, ასეთი, ხასიათით. ვეღარ ავცნობ. სულ გაღიზიანებული. არ ვიცი რატო. მე ვიცი. რატო? ვახტანგი ამას სიძულებით აკეთებს ყველაფერს. რამაც შენ არც აგაღელვა დღეს. მერე ვინ აიძულებს სამსონ? შენ? მე? ხო, შენ. შენ აიძულებ ისე რომ ვერც გრძნო. ჩვენი შრომა სხვათა შორის სულ არ არის სათაკილო. დიდად საჭიროა. რა თქმა უნდა სამსო. მაგრამ ვახტანგი არ უნდა ცდებოდეს ამაზე, გესმის, არ უნდა ცდებოდეს. მე? ო, შენს გამო, შენი სიყვარულით აკეთებს ამას, შენ ესწოდები. ესე იგი თავს აწოდებ ალბათ. არა, ძალით კი არა. ძალაუნებური. მე ხომ ხედავ. ნებას ვერ აძლევს თავის თავს, ასე ვთქვათ, შენი შრომის ხარჯზე აკეთოს თავისი დიდი საქმე. დალევს მერე ორჯიქას და ჩვენ დაგწოფავს ხოლმე. ვიცოდე სამსო. რა გიხარია? სამსო. გამოდის ამ კაცს მართლა აგრძნობინეთ სახში რაღაც. უბიზგეთ აქეთ და თან ემდურით? აუცილებლად გაკოცებდი, ჩემო სამსონ, წვერი რომ არ ქონდეს, ასე გავურძგნული.
არც ერთი სიტყვა. შენ ალბათ ჩემთან შერიგებას არ აპირებ, მაგრამ მე ვიცი ერთი უებარი წამად. არავითარი წამალი მე აღარ მჭირდება. იცი რა ბედნიერი ვარ დღეს. ვიცი. რაც ნახე და გავიგე იქ სახელოსნოში. სასიხარულო რა ნახე და რა გაიგე? შენ შეცვლის ნამდვილი მიზეზი გავიგე. იცი როგორ შემიშინა. ასე მეგონა რომ ყველაფერი გათავდა. ჩვენ ერთად აღარასოდეს აღარ ვიქნა. თუ შენ მართლა ფიქრობდი რომ ყველაფერი ამას რომ ყველაფერი ეს ჩემი და ზურიკოს გულისთვის იყო საჭირო. აბაისთვის. არაფერი. შენ ახლა შენ ნამდვილ საქმეს დაუბრუნდები და ჩემს მიმართაც ისეთი გახდები როგორც იყავი წინ. ალბათ დავანებებ თავს, მაგრამ ჯერ არ გამაშობ. ვინ დაგახევს კალთას? ზურიკოს რადიოგრამა მოვიდა. სადა? ჩემი კოსტუმის ერთ-ერთ წიგნში. მონაცი. რა ხუმრობა? ჩვენი ზღვის მგელი უკვე გიბრალტარზეა. ადექი გენაცვალე. სამნი ერთს წარმოგიდგენიათ. მამა ძაღლი. ერთები. ერთ მოერიე. თქვენ აჩვენე თქვენ. აბა თუ ვაშკათები ხართ მაგათ მოერიეთ. შენ ვინ გეკითხებოდა? თორნეში ავიდე. მიდი. ჩქარა თქვენი ჭირიმე ჩქარა კაცს ურტყავენ. ვინ ვისურს? ვიღაცები ურტყავენ ჩემ ქმარს. უფრო სწორად ჩემი ქმარი ურტყავს იმათ. ისინი სამნი ერთცემდნენ. წარმოგიდგენიათ? მაშინ ვიღაცას ყოველთვის ურტყავს. და ჩვენ თუ ასე ვირბინებთ ამ დალოცვილ პურუკას ქვევიღა გამოასხობს. ადი ბიჭო, გეიგერ ამბავია. კიდევ ვინმე სხვა არ მივეშველოთ. თონეში წყალი იქნება, წავიდე. თუ ასე მალე მორჩი ჩხუბშაგათო, ჰა? თქვენ უნდა გენახათ ისინი რა ნაცემები წავიდნენ. თუმცა თქვენ არ იკადრეთ პურის ცხობის შეწყვეტა. თქვენ მოხუცხოვდით მომეხმარდოდა, ჩემი აზრი არც გეკითხა. რომ ეკითხა? უსიკვდილოდ გიპასუხებდი, რა ვარ მოგეხმარები. დიდი მადლობა. დამოდე. შენ დამოდე. თქვენი დიდი მადლობელი ვარ ბიძია. დამოდე ჩაგას, დამოდე. მოდი. აგერ დაბძანეთ ახლა. მობძანი შენ ჭირიმე, მაგიდასთან. ნუ შეწუხდებით, ხომ პირს დავიბათო შეიძლება. ყალი აქეთა. მიხედე ბიჭო. ой, თქვენი რა მადლობელი ვარ ბიძია. თქვენ რომ არ დაგესწვინათ? უფრო ადრე დავსვენდი შვილო, მაგრამ ხელი არ შეუშალა იმ ვაშკას. მაშ შვენივრად უბაყუნებდა იმ არაკაცებს. როცა ეს ღვთისმიერი გასია დარაჯად, იმ ღამეს პურის სხვანაირი ცხება. 15 წელია ღამის დარაჯად მუშაობს. კი, მაგრამ 15 წელი არ გიძინიათ? თქვენ აპურა უკრემ ჯედელი თუ გაგიგია.
ეხ, სადაა თვით? არ ვიცი. არის კიდეც და აღარც არის. აი ეს გახლავთ პაპუნა ოქროვჭედე. ხო? მე თქვენი ნაკეთები ხანჯალი მუზეუმში მინახავს ბატონო პაპუნა. კი, მაგრამ როგორ? ღამის დარაჯობაზე ცდებით მერე ბატონო პაპუნა? არასალეს მუშაობა გაუკოჭეს ოქროს ხელები. როგორ გაუგოჯეს? ფინ ინსპექტორები შეუშნენ და მიადოვებინეს. პენსია? პენსია სირბილი უნდა, მე კი ჯდომა მირჩევნია. სკამი მაინც დაიდგით, ვიძია პაპუნა მთელი ღამე ქვაზე როზე ხართ. წესი თქვა უკვე გულზე უნდა მედო შვილო, და თუ ქვა ზემოდან მოვექცევი, მაგას რა ჟობი. ბატონო პაპუნა, მოწაფეებით უყავს. არ შეგირდები საფმანიშნება. ტყუილია. ხო და მიწაში მიაქვს ეს მამა ბაბისაგან ასწავლი ხელობა. მატანთ და წავიღებ, აბა რა ვქნა. ახლა ყველა ხანჯლის დარტყმაზეა მარჯვეთ, თორე ხანჯლის კეთება ვის აინტერესებს. ვიძია პაპუნა, თქვენი მისამართი მომეცით. შენი ძველი თბილისის ციკლი ვახტანგ უკვე ისტორიული ხდება თანდათან. კიდევ კარგი არ ვიცი. ხო, აი რამდენი რამეა შენ ტილოებს ისეთი რაც უკვე აღარ არსებობს, რაც დაანგრია. მე შენ ტილოებს ისე ვარ შეჩვეული, ასე მგონია შენი სურათების მიხედვითაა აქ ყველაფერი აშენებული. მართლაც აფსუსია რა, ეს უბანი ფუტკრისკებით რომაა დასახლებული. აქ სულ მხატვრების სახელოსნოები უნდა იყოს. ამ შვენიერების შემხედარი იმუშავებ კაცებო ეს. ვისაც მუშაობა არ უნდა, თვითონ მიზეზი არ დაელევა. რა მიზეზე თვითონ არ ნახე იმ ნაცრისფერ მასივში სამსონის სახელოს უნდა რა ხედილი. წარმოგიდგენია. აქ რომ გარედან ყველაფერი უცვლელი დარჩეს და შიგნით კი გაკეთდეს ნამდვილად მოწყობა. რატომ არ შეიძლება თბილისიც კონდეს თავისი მონმარტრი? ნუ თუ არავის მოსვლია ეს აზრი. როგორ არა? მაგრამ ვინც როდის იქნება? და მანამდე მხატვრები არ აპირებთ ნამდვილ მუშაობა. გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, რადგან ბედად აქ გაჩენა გვერდისა, შენი მკვიდრი ყველა კარგი ფეხისვა, არ მოგაკლებთ სალაგო მოგალობას, და გილოცავ კუჭკნობ ყმაწვილ ქალობას, როცა წავალთ ვინ გვიან და ვინ ადრე, საფლავადაც მაგ შესმიწას ვინ ადრე. შემოგბედავო უცხო თვალით მინდა შენი დანახვა რომ გავიგო მართლა მისთან ახალ სიბერმავით მხოლოდ მე მეჩვენება შენი ზეცის სილურჯე დამშველება ყველასათვის ლეგენდა ვდარაკო გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო ისმენთ? მე ვარ. არა, ხვალ. უფრო ცოტა უფრო გია. აუცილებლად.
საინტერესოა, მაგრამ ცოტა საზღვაოსნო ტერმინოლოგიითაა გადადვირთული. მართლა, ზურიკოსკენი გიბრალტარიდან არ გადამიადგილებია. ხვალიდან ერთი პატარა გემი ჩემს სახელზეც გამოჯერეთ და თბილისიდან ქუთაისში გადაადგილე. მიულინებაში მივდივარ, ერთი კვირით. რატო? სამსახურის დავალებით. რატომ დათანხმდი? განცხადებაზე რა გიპასუხეს? დავწერე, მაგრამ ჯერ ვინ გამიშვებს. ჩაბარე? არა, ჯერ აქ აქვს. აბა მაჩვენე რა დაწერე. სადღაც მიიკარგა ალბათ. ეხლა დავწერე მეორეს. დავუბრუნდები და ჩავაბარებ. ხო, ვახტანგ, აუცილებლად უნდა წახვიდე. ბრავო? თუ კი გაგზავნიან, მოვალე ხარ. საერთოდ. ჩვენი სახლი. დია პლატონ ხვები უკვე დაუწი. ოჩახ. ოქროს მეზობლებს სიცოცხლე. დაუმატე. დაუმატეს. დავი ჩვენი სახლი. შესანიშნავია. დამცინი თუ? როგორ გეკადრე? დაბა რატომ ამბობ? ჯერ ხომ ჩემი ბინა არ გინახავთ? არ მინახავს, მაგრამ უკვე მზათა ვარ გადავცვალ. არ დაგიმალა ბატონო პლატონ, ჩემთვის ძნელია ამ პირობებში გადმოსვლა, მაგრამ რას იცი, ამ ხანდახან მსხვერპლია საჭირო. შენ ბინის გადამცვლელი არა. დიახ, ჯერ დავათვალიეროთ, შემდეგ ვილაპარაკოთ. მოგზავნით. ჯერ რამოდენიმე შეკითხვა. აბაზანა თუ რა? თავიდან ხომ გითხარით, რომ არა მაქვს მეთქი. ხო, ეს პატარა ნაკლია? თუმცა რა, მთელი ეს უბანი სულ აბანო და აბაზანა არ არის. არა. აბაზანა არა გაქვს, ცხელი წყალი არა გაქვს, ეზოში რა პირობებიცაა თქვენ თვითონ ხედავთ. რა პირობებია? ბევრნი არიან თორე, ყველა საჭირო კაცი. აი მაგალითად, ცოცხალი თევზი დაგჭირდება, მე თევზეები შენი მეზობლებია. აბანოში ურიგო წასვლა გინდა და მექიზეთ შენი მეზობელია. ბარგის გადაზიდვა იქნება და მუშები საძებნელი არ გვეყოლება. ჩემს მეტი ჩარა ცოლშვილს რა უთხარი თორე, ამ უბნიდან კაცი საბურთალოზე გადავა. მართლა. მობძანით. მიბძან. აბა, მიბძან დარავში. გენეცალე დედა. გააღიდე და პირი გააღიდე. ალო. მოვხედე. ბავშვს ვაჭმევდი ვერ დაგინახეთ. აი ეს გახავთ ჩემი ბინა. ეხლა მე ამ წუთში გამოვალ. ალო, გისმენთ? ანჟელიკა? ეხლავე დავუძახ. მე თევზის გოგო ვარ. ცოტა არეულობა გვაქვს, რემონტს ვაპირებთ. მობძანე. აი ამ კედლის გახსნა თუ შეიძლება. ამისი? როგორ არა, ერთი წუთი უნდა. არ არის ახლა. მებძანეთ. აი, აკეთ სპალნა გახლავს. მეხმობდა. მე უხერხულება, გთხოვთ. ცოტა ანგრეულები ვართ, არ შეგეშინდეთ, გთხოვთ. გამაგები. ახლა მაგისო. არ გამაგიშო. კარგი რა. ბავშვებო, გადით ყველანი გარეთ. ჭერიდან განათება რომ იყოს. ეს ოთახი სახელოსნოს გამოდგება. მით უმეტეს ეს კედელი იხსნა. ხელოსნის სული ბრძანდებით?
ნეტავ ამ ოთახში ჭირის ახთა თუ შეიძლება. ალბათ შეიძლება. სულ ახთილი არ არის? გუშინწინ უშანგის დაბადების დღე რომ იყო, დოლგარმონმა მართლაც რომ ახადა ჭერი. რა თქმა უნდა შესაძლებელია. იცით მე თანახმოვარ. ოღონდ რაც შეიძლება მალე უნდა გავაფორმო. მაგაზე როგორ შეგაწუხებთ? ბავშვები გავიდნენ გარეთ. ახლა აღარ დარეკო რა. აბა ბავშვებო, ეზოში არის. მამიკო ხომ გითხრათ, გადით გარეთ, რამდენჯერ უნდა თქვმევინოთ. ნუ გამაგიშებთ. აი, ვაშკაცი ქალი ჩანხართ და ვაშკაცურად მითხარით, რამდენი უნდა დაგიმატო. ოღონდ იმდენი მითხარი, რომ შევწვდე. თქვენ თვითონ იცით, რაცაა საჭირო, ამიტომ თქვენ თვითონ ბრძანეთ. არა. ჯერ თვითონ თქვას. ბატონო პლატონ, თქვენ კარგად იცით ორივე ბინა რასაც წარმოადგენს, ჩემით და თქვენით. თქვენ არაფერი არ შეგეშლებათ, მაგრამ არ დაგიმალავთ. არც მე ვარ გაუცნობიერებელი. ვინ არა ხარ? მოდი პირდაპირ მითხარი, რამდენია საჭირო. ანგარიში ძმებშიაც მოდის. რამდენი რამეა საჭირო, ამას ვინ მოსთვლის, მაგრამ აბაზანა ხომ აუცილებელია. მერე? თქვენ ბინას აბაზანა რომ მქონდეს, ერთ წუთსაც არ დავფიქრდებოდი. მერე? რა მერე? მერე ის რომ ასეთ ანგელოზით ქალს ვინ მოგატყუებიებს? მე თვითონ არ მოგცემ ამის უფლებას. ამან აბაზანიანი ვინა მოგცეს, შენ კი უაბაზანო მიაჩეჩო? ახლავე გაცვალეთ ბინები და ხელწერილი დაუწერე, რომ ერთ კვირაში აბაზანა მზად ექნება. რას ბრძანებთ? რისი ხელწერილი? გააკეთებს. პლატონ ისეთი ბიჭია, რომ ყველაფერს გააკეთებს. სხვა რომ დუქანში მანაც იხდის, ამან ორი უნდა გადაიხადოს. აბა შენ ეხლა გადი აქედან. აი მე ხომ არაფერი მithქვას. მოდი ერთხელ კიდევ შენი პირით მითხარი, რა არის საჭირო? რა აღარ ახართ თანახმა? არა. თანახმა ვართ, თანახმა. ჩუბა! ბა? ბინა შენია. ამიტომ ფასად შენადე. გინდა 20 ბირს დააფასებ, გინდა მუქთად გადაანდე. მოკლედ, შენ თხოვლობ აბაზანის მიშენებას და მეც არაფერს? არა, მე კი არ თხოვლობ. ეხლა არ გამაგიჟო. აბაზანა თუ ექნება თანახმა ხარ? რა თქმა უნდა. უკანასკნელად გაფრთხილებ, კარგად დაფიქრდი. რა არის საფიქრალი? დიდი მადლობა. ვაი მე რას აბრძანებთ? პირიქით, მადლობა მე უნდა გითხრათ. მოეცა, ამანაც გითხრას და შენც უთხარი. მანქანაზე ნუ შესრულდებით. აი მანქანა აქ ამყავს. მუშებზედაც არ დაგაგონებ, მე ვიქირავებ მუშებს. მადლობა, ბატონო პლატონ, დიდი მადლობა. ვაი მე რას აბრძანებთ? ერთი პატარა სათხოვარი მაქვს კიდევ თქვენთან. ბრძანეთ. აპუნა ოქრომ ჭედლის ბინას ხომ არ მაჩვენებთ? შეამოვნებით, აი აქ მე ცხოვრობ ჩემს გვერდით. დამობრძანეთ. ეს გაკეთე. გაკეთე. ეხლა რო არ ამცალია შვილებო, სხვა დროს გაკეთებ. ეხლა არ ამცალია. მაშინ ფოკუსები გვაჩვენე. ფოკუსები შეიძლება. გამარჯობა, ბიძია პაპუნა, მიცანე? როგორ არა, შილო, მოგზავნით. Ai, amores, la. Çıkara, ustakine. ასე სააღდგომო ბატკანით, როგორ მოგყვები ეს ბერიკაც. ღმერთო ჩემო, ძია პაპუნა, ასეთი ნამუშევარი ბალიშქვეშ უნდა იდოს თუ მუზეუმში? წინათ შვილო, ყარაჩოღელებს წელზე ეტყატყომე თავისი დასამარხი ვერცხლის კამარი. მეც ჩემ დასამარხად შვილო, აი ეს ხანჯალი მაქვს შემონახული. ისე მართალი რომ გითხრა, სიცოცხლეშიც ბევრჯერ გავმადგა ხოლმე.
ნუ თუ ჩხუბში ძია პაპუნა. არა. როცა გავცეცხლები ხოლმე, ამას დავხედავ და დავშიდები. დიდი ხნის წინათ პაპუნაძე ერთ ვინმეს გამოუძახია და უთქვია, შენზე ცნობებია მოსული, ოქროსთან აგაკ საქმეო. ერთი შენ რა პასუხი უთხარი? ოქრომჭედელი ვარ და ოქროსთან მექნება საქმე. აბა შენთან რამე საქმეა მეთქი? მაგარი არა. მოგძანდით? რა ნამუშევარი? პაპუნა ოქრომჭედლის ნამუშევარი. პაპუნა ოქრომჭედელი ცოცხალია და ახავი აგიახლება. ეგა ეს რასტუბრები ფულია ისი ხარ შენ ლატონას დიასახლისი სად ბრძანდება? მალე მოვა. დიასახლისი? მალე მოვა. რომ მოვიდეს, უთხრით ხალათი და ჩუსტების შემოვიტანოს. ვიღაცა კაცი მოვიდა, დედა იკითხა, მე უთხარი ახლა მოვა. ბანას შევიდა და ბანა. შავი წყავის პალტო აცვია. ბანა და მღერის. რომ მოვიდეს ხალათი და პირსახვეც შემოვიტანოს. ჩუსტებიცო. შედი ოთახში. შედი ოთახში. ამ ხალხო შენი მეცე დავდავე, ბავშვები, ჭუარა გააკ. დადიქდა. სადახტი ხარ, სად? თქვენ ბავშვები ხართ, მხეცები ხართ, მხეცები. დედა რა ხდება? თქვენ ხასიათი. გამარჯობა. არ გავგიჟდე კაცო. ერთი კვირა არ არის, რაც ბინა მიმიღია. ჩემ აბაზანაში მე თვითონ არ მიბანავია. მოსულა ვიღაცა ახვარი და გესმის? კი, მაგრამ არ მესმის, რატომ მილიციას არ ეძახით? აი, ჩემი მილიცია და ჩემი პროკურატურა. იცახოთი, ხალათი. კაცკაც ხალათი რა თუნდა? გამოდის რომ ცოლის ხალათს ამხობს. ესე იგი ცოლს მაგინებს? მოკლავ მაგისი. გამოდი გარე. გამოდი. გამისი და გამანები. ყოფილა. დავიღუპე? სადაა? ეკა. მეიდანში. ვაჟა-ფსეულას პროსპექტი. არა, მეტეხის ხიდისკენ. დაღლილი ვარ, დასვენებანი. მოისმენეთ, ისე როგორც არასოდეს. საიქიოში?
ჯერ ძველი თბილისის ქუჩებით გავიაროთ რა. ექსკურსია. შეთანხმდით. მეტეხის ხიდისკენ. ქალბატონმა გაიმარჯვა. ორასწორი იყავი ვახტანგ, როდესაც ამბობდი მხატვრები აქ უნდა ცხოვრობდნენ. ამის შემხედვარე იმუშავე ბაბა რასიზამი. გახსოვს? არა. რა არა? არ მახსოვს თუ ამბობდი, თორემ ფიქრით ალბათ ასე ვფიქრობდი. წარმოგიდგენია ვახტანგ, აქ რომ ცხოვრობდეთ სადმე. ვინ გაღირსებს მაგ ბედნიერებას? ვინმე რო გაგიცვალოს ფინა? რომელი სულელი წავაკეთან საბურთალოში? მართლაც. მაგრამ ხომ შეიძლება მეტი ჩარაცოუშვილი ყავდეს? აი ცოულშვილზე არ მიფიქრია. მეზობლები? ცოცხალი თევზი გინდა? მე თევზი შენი მეზობელია. ბარგი გაგადასაზიდი, მუშასათებარი არ აკყავს. აბანოში გინდა ურიგოთ, მე ქისე შენი მეზობელია. გონი პირდაპირ ვინმე შეუვარდე ბინაში და აქ დავსახლდე სამუდამოდ. აი ახლა აქ მარცხნივ და გააჩერე. სად მომიყვანე? მოთფინები და შენი. გამარჯობა. და? პაპუნა ოქრომჭედელი რო აქ ცხოვრობს, იცი? პაპუნასთან მოვედით სტუმრად. აკადემიაში რომ მიიწვიეს და შიგირდებიც მიაბარეს? გადასარევიაზო არა ვახტანგ. რამდენაირი კოლორიტია. შეხედე. შესანიშნავია. სხვა რომ არაფერი 11 ენა მაინც უნდა ისწავლო, რომ ყველა მეზობელს თითო სიტყვა უთხრა. დილაობი, სოფელივით სულ მამლების ყივილი ისმის. შეხედე ვახტანგ, რა ხედია? ზღაპარი ეკა, ნამდვილი ზღაპარი. თუმცა ეს მაინც მითხარი ვისთან ვარ სტუმრად? შენთან. ეს ყველაფერი თქვენია ძირფას. და მეც თქვენი სამუდამო სტუმარი ვარ. აბაზანად გავაკეთებინე. მოგიტყუებია საწყალი პლატო. შენ ხომ გჯერა რომ მე არაფერს არ მოვთხოვდი. თვითონ შემომთავაზა აბაზანის გაკეთებას და ბარგის გადმოზიდვას. მაგრამ შენ რა იცი პლატონა? თვითონ არ ახსენე წავა. ხო, აღარც კი მახსოვს. ახლა ცილაპარაკონ რა არა პრაქტიკული ცოლი შეხვდა ვახტანგს. სხვათა შორის ეს კედელი იხსნება და უზარმაზარი სახელოსნო გექნება. შენ ხარ პირველი მხატვარი, რომელიც დასახლდა თბილისის მომავალ მონმარტრზე. ხომ ამას ნატრობდი? ახლა რაღაც მოიმიზედებ, ჩემო კარგო უნდა დაждე და ძველებურად იმუშაო. ასეც იქნება, როცა გავთავისუფლდები. ზედა. სამსახურიდან. გესმენთ? ანჟელიკა აქ აღარ ცხოვრობს. როგორ არ ცხოვრობს? ანჟელიკა გასულია, საღამოს დარეკეთ. გახსოვს, რამდენს წუწუნებდი არ გამიშვებენ სამსახურიდან, არ გამიშვებენ. მერე? შეგიძლია მაგოთ. შენ აღარ ახარ იმათი თანამშრომელი. რა? არ გჯერა, ხო? სულთან ხუთავები დავადექი თავზე შენს დირექტორს. ვახტანგს განცხადება არ დაუწერიო. როგორ გეკატრებათ, მე დამიტოვა თქვენ გადმოსაცემად მეთქი. წამოვედი, ვიპოვე შენი დატოვებული განცხადება და მიუტანე. იცი რა მითხრა იმ ტუტუცმა? გამოსულელებულა თქვენი ქმარი. შენ ადგილას კუკური დანიშნეს. მეტის ღირსიც არ არის, ასეც მოუხდება. ასე რომ შენ თავისუფალი ხარ. გესმის ძირფასო რა ბედნიერება, თავისუფალი. შენ ხუმრობ ეკა. ზურიკოს გეფიცები. რომელ ზურიკოს?
შენი მეტი ჩრობისათვის რომ ყველაფერი უნდა მოაკლდეს ცხოვრებაში, იმ ზურიკოს მეფიცები რა? რა უყოთ ვახტანგ, ცოტა გავი. მამა რომ ისე სოლის კმაყოფაზე ეყოლება, იმ ზურიკოს მეფიცები არა? ქურდს გავყიდე, ინსტრუმენტს. როდემდე შეიძლება ითმინოს კაცმა შენი სისულელეები? აღარა ვარ მხატვარი, შეიგნეთ, ყველამ შეიგნეთ! მაშინ დაბრძანდი აი ამ აივანზე, შენ მეგობრებთან ერთად, სწვით 8 ნომერი ღვინო, უმტკიცეთ ერთმანეთ დიდი ქართველობა, გძელ-ძელ სადღეგრძელოებში და შემდეგ თითქნეს შენი სულელური ყვავილების ასლები. ყვავილები თუ არ გაწყობს. შენი სალატრელი მამლების ყივილს რომ გაიგონებ ამ ბოსელში, იმისი ჩახოხბილი გაუკეთე, ბიძს, სადილად. Hatuni, hatuni. Hatuni, hatuni. შენ ალბათ ჩემგან ბოდიშს ელოდი. თუ აუცილებელია ჩათვალე რომ ბოდიში უკვე მოგიხარ. შენ გონია სამსახურს მივტირი? მე თქვენთვის მინდოდა, თორემ ჩემთვის იქიდან წამოსვლა ბედნიერებაა. ამდენი ხანია სერიოზული აღარაფერი მეკეთები. აღარც კი მჯერა, თუ რამე კიდევ შემიძლია. შენ სხვა ძვერი რამ არ გესმის. რამდენჯერ გითხოვს, აღარ გიყვარვა. შენ გინდა მთელი ცხოვრება ჯვარისწერის პირველ დღეს გავდეს. ასე არა ძირფოსო. თუ დამიჯერებ, მე და შენი ნაოჭები უფრო მიყვარს. ვიდრე შენი სახე 20 წლის წინათ. მაგრამ ცხოვრება ისე გგლის, რომ ყოველთვის ახტაცებულ მეჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი. შენთან ყოფნა ბედნიერებაა, მაგრამ ძნელიცაა. შენ ხომ ყველა ადამიანს შესვამ ხოლმე, სადღაც ზევით, რაღაც უსაშუალო სიმაღლეზე და არც კითხულობ არის თუ არა იქ მისი ადგილი. არა და? არც აძლევ იქიდან ჩამოსვლის ნებას? შევოდი ჩემთან. პასუხის ღირსიც აღარა ვარ. მე შენ გითხარ ის, რაც არასოდეს არ მეთქვა შენთვის. შემოდი. შემოდი მეთქი. ასე რა. სულელი ვარ რომ გელოლიავები. სულელი ვარ რომ მობრუნდი. არ დაიჯერო. არც ერთი სიტყვა არ დაიჯერო, რაც წაღან გითხარი, არ? გამარჯობა. შენი ცოლი გამოგზანა? პიანინო უნდა წაიღოთ. Bravo. Geldin. Remeni hazır kıl. Geldin. Hadi boyuna bırakma. Geldin. Havra. Yapma dedi ha. Dur hadi baba dedi. Dur kıl. Beni var. Tafur Ali Hamid ke tafur. Ali bir gel de beni. Ali akıl dıkım. ვახტანგ გარჩევია ნამდვილად დაუგრან. თუ არცაც ხვდებია. მართლა დაუგარით რა. ახლა წავედი ჩემ ბარტყებთან აკადემიაში. ხვალ ისევ შენთან ვიქნებ. კარგი. Kalkit ha, nasıl çoğuz? Zaten kusur. Merak et otur. Çıkmış olmaz. Bak.
სრულიად. გადაითამაშე. გაშუბიშ. ამას ითამაშებს. ეგრელის მეტი არ არის. ჩვენი მენგრევად ის. რა უნდა იყოს? ბეკა! რა მოხდა, ჩამოიგრა? არა, ნუ გეშინია, მე თვითონ მანგრე. გამოდი, არ დაგეცეს. ნუ გეშინია. გამოდი. კედელი მოანგრიე მხოლოდ. ორი ოთახი რო გაერთიანდება, ინახავ რა სახელოსნო გექნება. და შემდეგ ისე სულ უბრალოდ თეთრად შევღებავ კედლებს. მეც არაფერს არ გავაკეთებ. შენ ამისთვის ვერ მოიცლინე. კი, მოკლედ. ამჟერ. აბა მოგიდა მომიტა. მოდი ესე დაგდი. აი ასე. რა მაგარია. გრამოფონია? აბა მოусმინეთ. ეს არის მატეფონი. შაბაშ. აპუნა უქრუნჭედელი აღარ არის. მოვჩეთ არა? დაღამდა. ახლა კიდევ რა უნდა გავაკეთოთ? როგორია წესი? წესით თან უნდა წაუქცეთ ჭიქას. სად? თუ თადარიგი სახში არაა დაჭერილი. ჩემი მეუღლე სამწუხაროდ ავადაა, თორე როგორ თქვენ ბრძანეთ, ყველაფრის თადარიგი იქნებოდა დაჭერილი. მაშინ დუქნების მეტი რა არის? ამაში და ჭიქით. პაპუნას მისი მეგობრები უთხრგდელოთ. ვის აღარ არის, იქ შეხვედრდეს და იქაც ვისვლა მოსვლა არ დაკლებოდეთ. იქაც თუ ისე ვისვლა მოსვლა, კაც ვეღარ დაუსვენია და ეგა. ყველაფერს ნუ გაამასხრებ. არა თქონარი, არა მე ახალი აღიარებ და არ შემიძლია. ნუ ხომ უნდა შეხვიდეთ შემთხვევაში, მე არ შემიძლია. არადით არ შემთხვევაში. მართლა მეორეთ მოსვლა ხომ არა? ყველაფერი გადახდილია. მათქმევინეთ. წინათ ხომ ყარაჩოხელები თავის დასამარხ კამარს თანატარებდნენ. ასე პაპუნამაც ერთი ზარნიშის ხანჯალი შემოინახა. ის ხანჯალი მუზეუმმა იყიდა, ასე რომ დღეს თვითონ პაპუნა ჩვენი მასპინძელი. ბიჭი. პაპუნამ თავის უკანასკნელ გზაზედაც ყველასაგან დაუმადლებლად თავის ხარჯით იარა. ეკა? ვახტანგ, რა მოხდა? არაფერი. აბა სიცხენი რატომ ადექი? მეზობლის ბიჭმა მითხრა აქ არისო. ისე რომ იცოდ რა კარგ დროს მოხვედი. უკეთეს დროს ვერ შეარჩევდა კაცი. ბოდიში. რადიოგრამა მოვიდა ხოლმე ზურიკოს გემიჩაურდეს. რას ამბობ? დღეს მე უნდა წავიდეთ ბათუმში. ვერ შეხვდები, შენ უნდა დაწვე. მოდი ერთი წუთი. ვერ დავლევ. უხერხულია. ეკა. ეს კაცი, მართლა ქალისკმარია. ხმარია დედასპიცი.
დარჩება დედა. შენი ჭირი. Ну ладно, ребят, всего доброго. Пока. До свидания. Петя. Мама моя. Здравствуйте, Петя. Здравствуйте. Понимаете, Как дела? братцы, вижу. Ой, спасибо. Вижу, идете швартоваться. А ветер-то юго-западный. Но как только подали швартовые, душа улеглась. Ну ладно, всего доброго. Пока. Пока. Приезжайте До к нам, свидания. Петя, обязательно. Спасибо. აი ეს არის ქართული კაცის ბედიცა და უბედურებაც. რაზე დბრძანებთ? უზომანი ვარ ჩემბატონო ყველაფერში, ჭირშიც, ლხინშიც, შრომაშიც, ნიჭიერებაშიც და უსაქმურობაშიც. პოეტის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ნიჭიერება საკუთრება კი ნუ გონიათ. ნიჭიერება მხოლოდ ცესხად მოგვცა განგებამ. აი ხედავთ? რა შესძლებია ამ მოჭყვეტისგან შეიძლება ორი აზრი არსებობდეს ამ მშვენიერებაზე. რა შესანიშნავი თვალთახედვა, ფერების შეხამება, ჩვენი ქალაქის თავისებური ხედვა, დიდებული რამ არის. ნიჭიერებას ბოლომდე უნდა დახარჯვა მშვენიერ ქვეყანაზე, ხმაწვილო. მე რომ მკითხოთ, დამისხეთ სიგაბონებაც. მე რომ მკითხოთ, სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალურ მუხტს ჩავაწერებთ. ყოველი ადამიანის, ყოველი ნიჭიერი ადამიანის უქმა დაკარგული ყოველი დღისათვის უმკაცრესი სასჯელის გათვალისწინებთ. რა ხნის დახვრეტილი იქნებოდი ახლა ჩემო ბიძინა? ამ ოჯახში სუფრაც კი ხელოვნების ნიმუშია. ნამეტანია გენაცვა. გავარჯობოთ ქალბატონო. ჩემო ვახტანგ, ეს ხანწები სადავაწყო. მაგიდაზე, ოღონდ? ეს ჩიტის საკენკი არ გამისხის. ევების მოვარილია ბიჭო. ამით ვქეიფობთ. ზურიკო. დააწყე საკუთრე. ბუტერბროდი უნდა სამსონს? ერთ დაждომაზე ბატკანს ათავებს. დედა სულ სხვანაირად წარმოედგინა ყველაფერი მამიკო. მაგ წარმოუდგენებმა შემიწირა მე. დავინჯერე. ნუ გეშინია ვახტანგ, ნუ ღელავ, ყველაფერი რიგზე იქნება. მე ახლა ვეწავალ, ყველაფერს მოვიდა. ყველა ახტაცებული შეიძლება. მოიცა, მე წავალ. რა შესაძლოა? არ ვიცი, აგური. ზურა. ჩანთები აიღე და ღვინოზე გაიქეცი, ოღონდ სწრაფად.
ანჟელიკა. ხო, მამა. ფანჯარაზე გვაწვია. აუტანე. ფერსი დაწყა, აუტანე ზე. კარგი, მამა. აბა შენც. აცოშვი, რას თამაშობ? ზურიკო, დიახ, მოდი აქ. ბიჭო, აცი გაქვს ღვინო საძებარი. აგერ ერთი ბოცა მაქვს. დალების მეტი არაფერი არ უნდა. არა, ბატონო, უძღვდები. მამაშას უთხარი. ნაშაქრარი და ნამამაძაღლარი არ გაგონოსკო. ჩემი ვენახის სრემლები ათქო სუფთა. აბა, წაგებულია მანიკი. წაგებულია თუ მოგებული მე ვიცი. ჭირიმე შენი. მადლობთ. მე უთხარი არ მინდა ბატონო შენი არაფერი არ მინდა. ჩემი ჰონორარი მომეთით. დიახ. მე მინდა ვადრეგდელო ქართველი ქალი. ცოცხლებ ბატონო ბიძინა, ენაცვლად. ის ბატონო. ქალი. როგორც ყველა დიადი გრძნობის წყარო. ნამდვილად. მადლობთ, ბატონო ბიძინა, მადლობთ. წყარო სიყვარულს. წყარო კეთილშობილების და ერის დიდების წყარო. წყარო. მამაკაცის ვაჟკაცობის წყარო? დიახ. წყარო მამაკაცის ვაჟკაცობის სარი. ნამდვილად.
ბატონო. თქვენ რომ ახლა ვინმე მკითხოთ რა მოხდა, ცოლბათ ეთქვით ბირის გამოსვლა, რა? რატომ? იმ შენ წამოსვლა მეთქი. რა სასტიკად ცდებით. თქვენ უნდა უთხრათ? არა ბატონო. ბირა და სამსახური რა შუაშია, თვითონ მე ვარ მისი გადამრჩენი. არა, ხთირა. არ ვიცი. მე ვეტყვი ვახტანგი ნამდვილი შემომქმედია და სხვანაირად ვერ შეძლებდა. გუგაცავთ ხალბატონო, მარჯობათ. ინებეთ. მომილოცავს. დღეს ვამარტია და უნდა შეგაწუხოთ. ხომ არ გექნებოდათ რაიმე სურვილები ჩვენი მსმენელებისათვის? გთხოვთ. სურვილები როგორ არა? სათქმელი ალბათ ძალიან ბევრ ქალს აქვს. რაც შეეხება 8 მარტს, პირადად მე ამ დღეს ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. გმადლობთ ხალბატონო. მამაკაცებისათვის ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის არ ვამარტო უნდა იყოს. გმადლობთ ხალბატონო. არა. გმადლობთ. მე ჯერ არ დამთავრებია. ძვირფასო მამაკაცებო, როცა შეხედავ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისათვისაც თქვენ წინათ ღამეები გითენებიათ, ზოგს ლექსებით გიწერიათ, იქნებ უნიჭოთ, მაგრამ გულწრფელად და ზოგჯერ ღამით გიტირიათ კიდეთ. სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე დრო მუშაობ. სიყვარულის გახანგრძლივებაზეც იზრუნეთ ცოტა, თორემ უსიყვარულო. ხომ გახსოვს? უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე. არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. იცით? ყოველი ჩვენგანი, ყოველი ადამიანი რომ ფიქრობდეს სწორედ იმ მიზეზებზე, რომელიც